თქვენ, ისევე როგორც მე, ალბათ გაგჩენია შეკითხვა. საიდან იცის Facebook-მა ამდენი ჩვენზე? პირდაპირ გეტყვით, ჩვენგან. მაგალითად, როდის გაიგო Facebook-მა, რომ ახალი სათვალის შეძენა მინდა? მაშინ, როცა მხედველობა გამიუარეს და თუ მაშინ, როცა ახალი სათვალის შეძენა რეალურად გადავწყვიტე. მაშასე, პირველად იყო სიტყვა სათვალე, რომელიც Facebook-ის საძიებო სისტემაში ჩავწერე. მოვიწონე რამდენიმე ონლაინ მაღაზია. დავათვალიერე ჩარჩოები, მათი ფერი. მერე ვიკითხე ფასი, რომელიც პირადში მომწერეს. სათვალებს ვეძებდი სხვა საიტებზეც, ონლაინ მაღაზიებში. ერთი კინაღამ ვიყიდე კიდეც, რამდენიმე კალათში შევინახე. სამომავლოდ, სხვა ხელფასებზე. ოისაოცრებაო, ერთ კვირაში ჩემი კედელი ნამდვილ სათვალეების გალერეას დაემსგავსა, სადაც გამოფენილი იყო სხვადასხვა ფერის, ფორმის და ფასის სათვალეები. მალე მთელი სამყარო Facebook გვერდიდან მეკითხებოდა: რათო იყიდე სათვალე? რათო ამ სათვალეზე რა სიტყვი? რათო ეს სათვალე შენთვის არის შექმნილი? რათო ამ სათვალით შენ ადამიანის შინაგან სამყაროსაც დაინახავ? სინამდვილეში არაფერი ზებუნებრივი არ ხდება. Facebook-ი ძალიან კარგად გვიცნობს ჩვენ. იცის როგორ გამოვიყურებით, სად ცხოვრობთ, რას ვჭამთ, სად ვმუშაობთ, სად ვსწავლობთ ან სად გვისწავლია. და ეს ყველაფერი იცის ჩვენგან. რადგან თითოეული ლაიქი, კომენტარი, ფოტოს გახსნა, ვიდეოს ყურებაზე დახარჯული დრო, რეკლამაზე გადასვლა ან კლიკი Facebook-ის ხელოვნურ ინტელექტს ეხმარება იმაში, რომ შეგვიცნოს ჩვენს და ჩვენი ქცევაც. მეტიც, სათვალეების რეკლამა შეიძლება ნინიას კედელზეც გამოჩნდეს, იმიტომ რომ Facebook-მა იცის, რომ ნინია ჩემი ცოლია და მისი ქმარი, ანუ მე, სათვალეს ვეძებ. რაში ჭირდება Facebook-ს ამდენი ინფორმაცია ჩვენ შესახებ? ამასაც პირდაპირ გეტყვით. რეკლამისთვის. მიზნობრივი, ხანდახან უწყინარი, ხანდახან კი არც ისე უწყინარი, თუმცა ჩვენზე მორგებული რეკლამისთვის. 2021 წლიდან Facebook-ის საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ რეკლამა ჩვენს კედელზე. ალბათ გაინტერესებთ როგორ. ამისთვის საკმარისია შეხვიდეთ რეკლამის ფუნქციონალში და Facebook-ი განგიმარტავთ, რატომ აღმოჩნდით აი ამ რეკლამის სამიზნე აუდიტორიაში. მეტიც, Facebook-ი შეგახსენებთ ბოლო ნანახ 8 რეკლამას, რომელიც შეგიძლიათ უბრალოდ გათიშოთ. იქვე Facebook-ი შემოგთავაზებთ აირჩიოთ, რომელი სარეკლამო თემებია თქვენთვის ყველაზე ნაკლებად საინტერესო. ალკოჰოლი, შინაური ცხოველები, ან იქნებ პოლიტიკა და არჩევნები. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამ თემების ირგვლივ რეკლამებს საერთოდ ვეღარ შეხვდებით. რადგან ისინი, ვინც მაგალითად პოლიტიკური თემების ირგვლივ აპირებენ თქვენი ყურადღების მიქცევას, ხშირად შენიღბულად აკეთებენ ამას და უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე მაგალითისთვის სათვალის უწყინარი მწარმოებლები. ისე კი თუ ვინმე განსაკუთრებით საეჭვოდ მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ აქ გადაამოწმოთ. ეს პლატფორმა მოიცავს იმ გვერდების ბაზას, რომლებიც შემჩნეულები არიან პირადი ინფორმაციით მანიპულაციაში და არც თქვენთან დაკავშირებით ექნებათ მაინც და მაინც კეთილი მიზნები. ახლა თქვენ უკვე გაქვთ ზოგადი ინფორმაცია Facebook-ზე რეკლამის მართვასთან დაკავშირებით. სწორედ ის დროა, რომ სათქვენოდ გამოიყენოთ.